ეთერშია მაესტრო რეგიონები მე ირაკლი მაისურაძე ვარ გამარჯობა. წელს ყვარლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი 32.9 მილიონს აჭარბებს. ამას ემატება ცენტრალური ბიუჯეტის სხვადასხვა ფონდებიდან მიღებული თანხებიც. მათ შორისაა სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინანსება. ამ პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები კი უკვე დასრულებულია თითოეულმა სოფელმა უკვე აირჩია ის კონკრეტული პროექტი, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინანსებით უნდა გაკეთდეს. დოკუმენტაციის შესყიდვაზეც უკვე გამოცხადებულია ტენდერი, რა პრიორიტეტები აქვს მოსახლეობას და რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება ყვარელში წლის განმავლობაში. მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი შემოგვერდება მაესტრო რეგიონების პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო გივი, მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. ბატონო გივი, თქვენი მუნიციპალიტეტისათვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე და ბიუჯეტზე ვისაუბრეთ. საინტერესოა უფრო კონკრეტულად რო აგვიხსნათ, რამდენი ლარია წელს გამოყოფილი თითოეული სოფლის პროგრამებისათვის და რა პროექტები განხორციელდება ამ თანხით უკვე აირჩია მოსახლეობამ გამოხატა საკუთარი პრიორიტეტები. ბატონო, მოგახსენებთ, პირველ რიგში ვისარგებლებ თქვენი ეთერის საშუალებით, მინდა რომ დღეს უმნიშვნელოვანესი დღე არის ჩვენს ქვეყანაში და დედებს მიულოცო დედის დღე წარმატება და სამთელო უცურვო ყველას. რაც შეეხება სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, მოგეხსენებათ, რომ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროგრამა არის, რაც გულისხმობს სოფლად მაცხოვრებელი მოსახლეობის აქტიურ ჩართულობაში, რათა თვითონ განსაზღვრონ ის პრიორიტეტები, თუ რა არის მნიშვნელოვანი მათი სოფლისთვის. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ ორი კვირის განმავლობაში სოფლის მოსახლეობასთან ჰქონდა აქტიური შეხვედრები, უბნის საუბნო კრებებს ეგრეთ წოდებული, სადაც გამოიკვეთა სხვადასხვა პრიორიტეტები. თანხის გამოყოფაც მოგეხსენებათ, რომ ხდება მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. ყვარლის მუნიციპალიტეტისთვის მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობის მხრიდან გამოყოფილი არის 326,000 ლარი. გასული წლის მსგავსად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა წელსაც მოგცა ჩვენ შესაძლებლობა, რომ თანადაფინანსება მომხდარიყო 200%-ის ოდენობით, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სოფლად მაცხოვრებელი მოსახლეობის მხრიდან დასახელებულ პრიორიტეტებს. მოგეხსენებათ, რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, უკვე ჩვენ დავამთავრეთ კრებები, გამოიკვეთა შესაბამისი პრიორიტეტები. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს საპროექტო სახარჯსაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, რომელიც ალბათ დაახლოებით 1 თვის განმავლობაში იქნება მზად, რომელიც შემდეგ უკვე გამოცხადდება ტენდერები და შესაბამისად უკვე დავიწყეთ აქტიურ შესრულებას იმ პრიორიტეტების, რომელიც სოფლად გამოიკვეთა. ძირითადი პრიორიტეტები ეს გახლავთ გარე განათლების მოწესრიგება, სანეაღვრი არხების მოწყობა, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და შესაბამისად უკვე ჩვენ აქტიურად დავიწყებთ გაზაფხულის პერიოდიდან შესრულებას აღნიშნული პროექტები. ეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში უკვე შექმნილი პროექტების შესახებ, რაც შეეხება 2025 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან თუ არ ვწდები 11 პროექტი უკვე დაფინანსდება, გადაწყვეტილია და ჯამური თანხა 885,000 საჭარბებს. რა კეთდება ამ 11 პროექტის ფარგლებში, ამ თანხის ფარგლებში? ბატონო, მოგახსენებთ, ჩვენი საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ ბიუჯეტის როლი უმნიშვნელოვანესია მუნიციპალიტეტისთვის. ჩვენ წლევანდელი ბიუჯეტის გაქროცეთთან შედარებით მზარდი გვაქვს და შესაბამისად მოგცა შესაძლებლობა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის დაფინანსების მიმართულებით გამოგვიყო 800,000 ლარამდე. ასევე, რა თქმა უნდა, ხაზგასაცმელია, რომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებშიც ჩვენ უკვე გვაქვს შესაბამისი პროექტები დაგეგმილი. მოგახსენებთ ამ აღნიშნულ პროექტებს. ესენი გახლავთ, ანუ ადგილობრივი ბიუჯეტის მიმართულებით ეს როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში მოეწყობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული განხორციელება, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც გულისხმობს როგორც სპორტული მიმართულებების, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ ადგილობრივი ბიუჯეტით ჩვენ იმ მასშტაბურ პროექტებს ვერ განახორციელებთ და სწორედ ამისთვის უკვე ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში ჩვენ უკვე დავიგეგმოთ ისეთი მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად, რომელიც გულისხმობს უკვე საგზაო ინფრასტრუქტურის, ასე ვთქვათ, რეაბილიტაცია მშენებლობას. კერძოდ მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, უკვე დაგეგმილი გვაქვს
8 გარდამავალი და 5 ახალი პროექტი. კერძოდ ჩამონათვალს გავაკეთებ, რომ საზოგადოებისთვის იყოს ცნობილი თუ რა იგეგმება წელს განმავლობაში ჩვენს მუნიციპალიტეტში. ეს გახლავთ ქალაქ ყვარელში ნურუჯის ქუჩის მოასფალტების პროექტი. მინდა ხაზი გაუწოდო და აღნიშნო, რომ აღნიშნულ ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა საერთოდ არასდროს არ ყოფილა მოწესრიგებული და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იქ მაცხოვრებელი მოსახლეობისთვის. ეს გახლავთ დაახლოებით 2 კილომეტრზე მეტი საგზაო ინფრასტრუქტურა სანიაღვრე არხებთან ერთად, რომელიც უკვე ტენდერი ჩატარებული არის, კომპანია გამოვლენილი არის და უკვე შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ აქტიურად დავიწყებთ სამუშაოებს. ასევე აღნიშნული ფონდის ფარგლებში იგეგმება და აქაც ანალოგიურად ტენდერები უკვე ყველა ტენდერი ჩატარებული გვაქვს დაგეგმილი პროექტების. ეს გახლავთ ქალაქ ყვარელში ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია დაახლოებით 1500 გრძივი მეტრი, აქაც ასფალტის ორფენოვანი ასფალტის საფარი სანიაღვრე არხებთან ერთად. ასევე ჩვენ გასულ წელს დაწყებული გარდამავალი პროექტების დასრულებას ვგეგმავთ უკვე მიმდინარე წელს. ესენი გახლავთ სოფელ შოროხში შიდა საუბნო გზის მოასფალტება დაახლოებით 900 მეტრამდე, აქაც ანალოგიურად ორფენოვანი ასფალტის საფარი იქნება. ასევე სოფელ თივში შიდა საუბნო გზის მოასფალტება, სოფელ ჩანტრის ყურეში დამთავრდება გასულ წელს დაწყებული უკვე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ასევე სოფელ წიწკანაანცელში კილომეტრამდე ასფალტის საფარი იგეგმება. ასევე მინდა აღნიშნო, რომ სოფელ გრემში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოასფალტების ტენდერი პირველ ეტაპზე არ შედგა, თუმცა ეხლა უკვე გამოცხადებული გვაქვს და ველოდებით ტენდერის ჩატარებას, რომ გამოვლინდეს გამარჯვებული და აქაც ანალოგიურად დაახლოებით 900 გრძივი მეტრი ასფალტის საფარი მოეწყობა. ასევე საბუეში ფიქალებთან მისასვლელი გზის მოასფალტება იგეგმება დაახლოებით 1400 გრძივი მეტრი ასფალტის საფარი, რომელიც გარდამავალი პროექტი იქნება და უკვე 2000 წელს დავიწყებ და 2026 წელს უკვე დასრულდება. ასევე აღსანიშნავია, რომ სოფელ ჭიკაანსა და სოფელ გავასში სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს უკვე და მოეწყობა დაახლოებით 550 გრძივი მეტრი რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, რომელიც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იქნება სოფლის მაცხოვრებელი მოსახლეობისთვის. საკმაოდ მრავლად გვაქვს დაგეგმილი, როგორც უკვე მოგახსენეთ, მიმდინარე წელს სამუშაოები, რომელიც უახლოეს პერიოდში უკვე აქტიურად დავიწყებთ მუშაობას და წლის განმავლობაში უკვე ყველა ეს ზემო ჩამოთვლილი ჩემს მიერ ნათქვამი პროექტი იქნება დასრულებული. ძალიან საინტერესოა 2025 წლის გეგმებზე საუბრობ და ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების პაკეტები, პროგრამები, როგორ იმუშავებს, რა სტრატეგიით იმუშავებთ ამ მიმართულებით, გაიზარდა თუ არა გასულ წელთან შედარებით ბიუჯეტი ან ბენეფიციარების რაოდენობა, რა სტრატეგიით, რა გეგმით მუშაობთ ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმართულებით 2025 წელს. მოგახსენებთ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, სპორტულ ახალგაზრდობის ხელშეწყობასთან ერთად მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის ჯანდაცვის მიმართულება და სფერო. ამ კუთხითაც მინდა აღნიშნო, რომ წლევანდელი ბიუჯეტი, ადგილობრივი ბიუჯეტი მზარდი არის და 1.450.000 ლარამდე არის გაზრდილი. რა თქმა უნდა, ის მიმართულებები და პრიორიტეტები, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის წინაშე იდგა ჯანდაცვის მიმართულებით, უცვლელად რჩება და შესაბამისად ვცდილობთ, რომ მოვარგოთ იმ ჩვენი მოსახლეობის იმ საჭიროებებს, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვიწევს ამ ადამიანების მხრიდან მოსმენა და შესაბამისად ვცდილობთ, რომ ყველანაირად მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მოსახლეობას, რათა მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს ჩვენი მხრიდან, ასე ვთქვათ, დაფინანსებული და ხელშეწყობა ქონდეს მათ. და აუცილებლად მინდა გკითხოთ, ეკონომიკური განვითარებისათვის რა კეთდება მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის საინტერესოა ტენდენციები ინვესტორებთან, ინვესტიციებთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით როგორი ტენდენციებია, ზოგადი ტენდენციები მაინც? ზოგად ტენდენციებთან დაკავშირებით მოგახსენებათ, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტი თავისი მდებარეობით წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ მხარეს და ადგილს და შესაბამისად ჩვენთან უფრო ძირითადად მაინც სასტუმროს და ასე ვთქვათ სასასტუმრე მიმართულება არის უფრო მნიშვნელოვანი, რომელიც ითვალისწინებს როგორც მსხვილი,
ასე ვთქვათ, ინვესტორების მხრიდან განხორციელებას სტუმროს მშენებლობის, ასევე პატარა კოტეჯების მიმართულებაც მნიშვნელოვანია, რაც რა თქმა უნდა სოფლად მაცხოვრებელი მოსახლეობის ეკონომიკურ ზრდას და უზრუნველყოფას უწყობს ხელს. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებას გისურვებთ ყველა პროექტის განხორციელებაში. მაყურებელს შევახსენებ, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი საუბრობდა მაესტრო რეგიონების პირდაპირ ეთერში.